ასობით ოჯახი კომპენსაციის მოლოდინში კახეთში სტიქიით დაზარალებულები ახალი ხელისუფლების დაპირების შესრულებას ელოდებიან. კომპენსაციების მიღების მოთხოვნით გურჯაანის რაიონის სოფლების ვაზისუბნისა და შაშიანის მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები კახეთი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. რეგიონული განვითარების სამინისტროში ამბობენ, რომ ხელახალი აღწერა თითქმის დასრულებულია და კომპენსაციების გაცემა თვის ბოლომდე დაიწყება. ერთი მართვალი არა. ვენახი, რომლის გაშენებასაც 80 წლის კახელმა მოხუცმა მთელი ცხოვრება მოანდომა უკვე აღარ არსებობს. ზაფხულში სტიქიამ 1 ჰექტარზე გაშენებული ვაზი მთლიანად მიწასთან გაასწორა. ანზორიაშვილი ერთ-ერთი იყო იმ დაზარალებულ მოსახლეობას შორის, ვისაც სახელმწიფოსგან კომპენსაცია უნდა მიეღო, თუმცა დაპირებული თანხა კახელ გლეხს ამ დრომდე არ მიუღია. ხალხი ველოდებით მუდამ დღე ამობენ რომ 15-დან უნდა იყოსო, 15 გუშინ იყო და აღარ არის. არ მოსულა კომპენსაცია საჭიროა ყველასათვის. კომპენსაციებს ის ოჯახებიც ელოდებიან, ვისაც სტიქიამ საცხოვრებელი სახლები დაუზიანა. ამ დროის მონაცემებით კახეთში 800-მდე სახლია გადასახური. თუ არ შეკეთდა შეუძლებელი აქ ცხოვრება, ახლა თუ რამე მაქვს ტაშტი, ქვაბი, სულ ყველაფერი გამომაქვს იმის დროს, ახლა თოვლიც რო დნებოდა, სულ ყველაფერი იქ მქონდა გამოტანილი და წყალი ჩამოდის, იმას შევავსებ ტაშტებს, ვედურებს, გამომაქვს და ვაქცევ დაბლა. კომპენსაციების მიღების მოთხოვნით ვაზისუბნისა და შაშიანის მოსახლეობამ აქციაც გამართა. გლეხები აცხადებენ, რომ უსახსრობის გამო საგაზაფხულო სამუშაოებს ვერ იწყებენ. მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად თელავი-ბაკურციხე-თბილისის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვაც სცადა, მაგრამ საპატრულო პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ადგილზე მივიდნენ გურჯაანის გამგეობის წარმომადგენლებიც, თუმცა კომპენსაციების გაცემის ზუსტი თარიღის შესახებ ინფორმაცია არც ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს გააჩნიათ. თუ გვაძლევენ ამ დახმარებას მოგცენ, თუ არ გვაძლევენ გვითხრან ღორი ყავ, ინდაური ყავ, ძროხა ყავ, მანქანა ყავ, გავყიდით ამავე ვაინახს ფეხზე დავაყენებთ რომ რაღაცა კახელი ხალხი ვართ და ოჯახში ღვინო გქონდეს, ჩვენ გასაყიდს აღარ ვსაუბრობ. ბიძინა ივანიშვილისა ყველაფერი მჯეროდა, მაგრამ დღეს უკვე იგრე ვარ მე გამწარებული ადამიანი, რომ მე იმისი უკვე არაფერი აღარ ამჯერა. იმაზე რომ რაც შეგპირდა თუ ესე იგი უნდა მოეცა, ხო უნდა მოეცა. ეს სიტუაცია გავს იმას ახალგაზრდა მეუღლე კაცი თავის ცოლს რომ ეუბნებოდეს რომ რომელიც ფეხმძიმედ არის და დღე-დღეზე მშობიარობას აპირებს, ჰა დროზე შობეო. ივანიშვილის მთავრობამ ნოემბერში სტიქით მიყენებული სასოფლო-სამეურნეო ზარალი ხელმეორედ აღწერა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას კომპენსაციებთან დაკავშირებით პარასკევს ბოლო შეხვედრაზე გაახმაურებს. ხდება ბოლო კორექტირებები ამაჩვენებლების. ეს არის 28,000 ოჯახთან დაკავშირებული ინფორმაცია. დღეს დასრულდება ამის საბოლოო კორექტირებები და გარწმუნებთ ძალიან უახლოეს მომავალში ამ კომპენსაციების გაცემა დაიწყება. ზარალის ხელმეორედ აღწერის პროცესში ჩართული არ არის კახეთის რწმუნებული. ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით მთავრობამ ეს საკითხი ახლა დანიშნულ გამგებლებს ჩააბარა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა შეიცვალა გამგებლების საკრებულოს თავმჯდომარეები და ახალმა ცენტრალურმა ხელისუფლებამ ახლად დანიშნულ არჩეულ გამგებლებთან ერთად დაიწყო ეს გადათვლის პროცესი კომპენსაციების დაანგარიშების. მე რეგულარულად მოვითხოვე მათგან ინფორმაცია, თუმცა დეტალური ინფორმაცია მე ჯერ გამგებლებიდან არ მიმიღია. მე ვაპირებ, რომ ძალიან მკაფიოდ გავადევნო თვალყური, რომ არ იქნას დაშვებული შეცდომები. სტიქია კახეთში 19 ივლისს მოხდა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა რეგიონში მაშინ 23,400 ოჯახი დააზარალა. მაშინდელმა ხელისუფლებამ სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის 87 მილიონი ლარი დახარჯა. ის ოჯახები კი, ვისაც მოსავლის 100% გაუნადგურდა, მთავრობამ 1500 ლარი კომპენსაციის სახით დაურიგა. ასამი ხმა არც ერთის წინააღმდეგ პირველი მოსმენით კანონპროექტი ნაფიცი მსაჯულების შესახებ მიღებულია. კანონპროექტის მიხედვით